მერტყვა დაგეჭირ დაგეჭირ გადახარული ეთქვა ერთერება ჯანმრთელობა იდადებული ის ხალობა პირდაპირ მოდის ჩვენთან გახსოვთ რომ უფალი ამბობს მიიღეთ და სჭამეთ ესე არის ხორცი ჩემი ჩვენთვის გაგეხეთ ასევე ამბობს სვით ამისგან ყოველდღე ესე არის სისხლი ჩემი ანუ ჩვენ მოგვიწოდოს პირდაპირ რომ მოვედით და ისადილენით მოვედით და ეს პირდაპირ ხორცი და სისხლი მიიღეთ რომ მე შემიცნოთ ანუ თუ არ ჭამ ქრისტეს ხორცს და არ სვამ ქრისტეს სისხლს მას ვერ შეიცნო ღმერთს უფალი როგორც ამბობს წმინდა მამები უფალი შეუცნობადია და მეცაც ამბობს რომ ერთადერთი რაც მასში შემეცნებადია ის რომ იგი შეუცნობადია ბოლომდე და ადამიანის კი შეუცნობადია ბოლომდე 9 ლიტრა მარილი ზიგავი რო გავიხსენოთ რომ მაინც ვერ შეიცნობა ადამიანის ბუნებას ყველა სული თავისებურად მაინც შეუცნობადია ბოლომდე და უფალი ყოვლის შემოქმედი რა თქმა უნდა შეუცნობადია ერთადერთი რაც მასში შემეცნებადიაო ის რომ იგი შეუმეცნებადია და განსაკუთრებით ჩვენი დაცემული ბუნებისათვის განუწმენდელი გონებისთვის, განუწმენდელი გულისთვის, განუწმენდელი სულისთვის, სამშველისთვის, სხეულისთვის, საერთოდ რაციონალური დაცემული ინტელექტისთვის, რომელიც საერთოდ წინააღმდეგობაში მოდის საფრთხო საიდუმლოებებთან და ვერანაირ თეოლოგიურ ახსნას ვერ ანიჭებს. ვერ ბოროტების ახსნას ვერ აკეთებს, რატომ არის ბოროტება დიდი თემაა, ჩვენი დაცემული ინტელექტი. ვერც ხსნის პრობლემებს, რატომ რა პრობლემა რაღაცით რატომ წარმოიშვება. ვერ ხსნის იმას, რატომ არის ეს ასეთი და ასე და ის ისეთი და ისე აღარ ჩამოთვლი დეტალებს. ეს ძალიან რთულია. რატომ რისთვის ეს ადამიანის გონებისთვის გარკვეული ჯვარია. თავარ დოგმაც ვერ იგებს ადამიანის დაცემული ინტელექტი, რომ ღმერთი არსით ერთია, მაგრამ სამგვამოვანია. მასში ერთობა, მაგრამ რიცხვის სამი მისტიკურად ზევს. ეს საოცარი საიდუმლოა ყოვლადწინა სამების დოგმატისა, ტრინიტარული მონოთეიზმის დოგმატისა. ამას დაცემული ინტელექტი ვერ იგებს, მაგრამ ამისათვის რომ ჩვენ ეს გავიგოთ, ამისათვის წმენაში უნდა წინ წავიდეთ და განიღმრთოს ჩვენი დაცემული ყველა უნარჩვევა, რომ განიღმრთოს, ამაღლდეს და მეტამორფოზირებელი სხვა გარდაქმნილი და ზებუნებრივ მდგომარეობაში ყოფნის სხვა დონეზე ავიდეს, რაც ეკლესიური ცხოვრებით მოდის. ამიტომ მიიღეთ და სჭამეთ და სვით რაბათო ესე არის ხორცი და სისხლი უფლისეშუალო იესო ქრისტეს რადგანაც მიიღეთ და სჭამ და სვამ ქრისტეს ხორცსა და სისხლს და ამით შეისისხორცებ ღვთის მაგს და შენ გარდაიქმნები და დაენათესავები რადგანაც უფალმა მოგცა შვილ ღვთისა ყოფად მაგი რომ ჩვენ ქრისტე ძე ღვთისა მოგცა რომ ჩვენ შვილნი ღვთისანი ვიყოთ და ამიტომ მოგცა საოცარი ლოცვა მამაო ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენთვის უფალი მამაა, რადგან ჩვენ მისი შვილები ვართ და ღმერთს გერები არ აქვს. შვილები ვართ მისი. აი ეს მძაფრი შემეცნება ღვთისა მძაფრდება და საოცრად შეიმეცნება, როცა თქვენ მიიღებთ დღესაც და სხვა დროსაც უნდა ვითვლით ქრისტეს ხორცსა და სისხლს და ღმერთმა შეგარგო და შეგასისხორცებინოთ. შევიყვაროთ ეს საიდუმლო, შევიყვაროთ უფალი და ყოველთვის ხშირად ვევედროთ მას, იმიტომ რომ ყოველთვის ჩვენა ვართ, თუ რამე პრობლემა გვაქვს და თუ რამე არის გზა არ არის გახსნილი, ისევ ჩვენა ვართ დამნაშავე. თუ ჩვენ უფალს არ დაუთმობ ჩვენ ცხოვრებაში, მაშინ ჩვენვე დავზიანდება. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს სიტყვები უნივერსალური ლოცვის, რომელიც მთელი სახარება. იყავ ნება შენი, ვითარცა ცატაშინა, ეგრეცაც ქვეყანასაც ზედა. და როცა დავიწყებთ რაღაცის გააზრებას, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ღვთის ნება მოქმედებს. და ღვთის ნება, როგორც ჩვენ ვფიქრობ, ისე კი არ ფიქრობს ღვთის ნება, შევხედათ რომ ვთქვა. არამედ ზეცის ნება და ფიქრი და აზრი სულ სხვა და ჩვენი ფიქრი და აზრი სულ სხვა არის. ამიტომ ის რაც გაგვაჩნია ჩვენ ვილოცოთ, რომ ღმერთმა უფრო მეტი მოგცეს, რაც გვაქვს, ისიც არ დავკარგოთ და შევინარჩუნოთ და განვაღმრთოთ და მიუმატოთ, რადგან ვისაც აქვს, მიეცემა. ვისაც გონია რომ აქვს და სინამდვილეში არაფერი არ აქვს და ვაკუუმი აქვს. სულიერი. იმას რაც აქვს, რაღაცა უნდა წააგო, ისედაც
სივრცული არის სიცარიელებში. ისიც დაერქვა კიდევ. ამიტომ ერთგულება, მოწყალება, ღვთის დიდება, სიყვარული, განმტკიცება სარწმუნოებაში, მარხვა, ლოცვა, შენდობა, თანაგანცდა, თანატკივილი, დახმარება, ერთმანეთის დანახვისას სიხარული ჩვენში, უმიზეზო თუ მიზეზობრივი, მიზეზი მაინც უხალია ამისა. ადამიანის დანახვის დროს მისთვის რაღაცა დადებითი აზრით, სიტყვით თუ საქმით მოფერება და გარჩევა ამისა. ამის ეკონომია არ გაანებობა. ყოველთვის ის რასაც გაუშვათ, მისასვლელი როგორც ქრისტე უნივერსალურ კანონს გვაძლევს, ავსებად მივა. თუ არ მივა, დაგიბრუნდება და გაათმაგებულა დაგიბრუნდება. ამიტომ ყოველთვის ეცადოთ, რომ ამის ასე ვთქვათ, შეზღუდვა არ გავაკეთოთ. და ყოველთვის მადლი, რასაც მეც დავთესავ, იცით ეს ყველაფერი, ყველას რომ 100-ჯერ და 1000-ჯერ მეტი დაგიბრუნდება. რასაც ყველას ვთქვათ და დღევანდელი ზიარება თქვენ ცხოვრებაში ყოველი ამის საწინდაა. მერტვა დაგუსვა გზაცენი ქონოს. ამინ.